მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ სოფლიოში არსებობს ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო პლასტიკური ბარათების სისტემები, ისეთი როგორიც არის ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექსპრესი და სხვა. რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით მირ. და 2 დღის წინ საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ. ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად რუსების მხრიდან, აი სწორედ ამ სისტემაში 2 დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და დაიწყო ბილეთების გაყიდვა. რითიც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ისტორიული უმძიმესი და უპრეცედენტო სანქციებისგან გვერდის აულაში. ასევე ეს ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადახდო რუსულ მიაქცევთ ყურადღებას რუსულ პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ რუსულ საგადახდო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს ამით საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა და ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილ ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სამარცხვინო და უღირსი ქმედება. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში და უკვე მერამდენე მძიმე ფაქტია, რომელსაც ფარდა ეხტება ყოველდღიურად. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის და რუსეთის მხარე კიდევ უფრო მკაფიოდ დაიკავა. ყველაფერთან ერთად საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც აგრესორი და ოკუპანტის სახელმწიფოს ღია მოკავშირე მოხდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილო, გასაგებია, რომ შენი და შენი მთავრობის პოლიტიკა მთლიანად არის აცდენილი ხალხის პოზიციისგან. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მცდარი პოლიტიკა, რომელსაც შენ და შენი მთავრობა აწარმოებს. ეს არის მოღალატეობრივი დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს დასჯადი. ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული არის ღალატი და ღალატია, როდესაც თავიდან ბოლომდე ღიად ყველა შესაძლო ბერკეტებით, რაც შენს ხელთ არსებობს და შენი მთავრობის ხელთ არსებობს, ეხმარები პუტინის რეჟიმს. და მიმართავ ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტს ბატონ გაიაშვილს. გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგით მასთან ერთად. გასაგებია, რომ შემოსავალი თქვენ განიჭებთ დიდ სიამოვნებას. გასაგებია, რომ ბევრი გაყიდული ბილეთები იმ საგადახდო სისტემის მეშვეობით, რომელიც პუტინის რეჟიმმა შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთის სანქციებს გვერდი აუაროს, თქვენ მოგიტანთ შემოსავლეს, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები, არსებობს ამ ქვეყნისადმი სიყვარულის ცნება და დაფიქრდით ამაზე ბატონო გაიაშვილო და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თქვენ ხელს გიწყობთ და ნებართვა დაგთოთ, უარი უნდა თქვათ პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა.